და ეზო ვისაც გაქვთ, ან არ გაქვთ და სიბნელეში ცხოვრობთ დღეს, გვექნება მარტივი გაკვეთილი, როგორ გავანოთ ეზო. ხო მარტივია, ლამპუჩკა დააყენე აანთებს. არა. ეს არის ლინუსის გარე ნათურები, killer-ი, ამას ქვია killer lamp. მე მოვიგონე ეს სახელი, იმიტომ რომ კოღოები მის დანახვაზე უბრალოდ აგონიაში ვარდებიან, სესხს იღებენ რომ ქვეყანა დატოვონ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კოღო გარბის. თუმცა მას აქვს გენიალური ფუნქცია რა. როდესაც დაღამდება, აი ეს ცეცხლი ჯერ ხო ადამიანებს იზიდავს, აი, ვაიმე. მაგრამ აქვს მეორე ფუნქცია, რომ გადართავ ხდება killer-ი, ზევით ირთვება კოღოს დამწერის მიმზიდველი ვიბრაციები და შუქი, წერების მიმზიდველი, წერი მიდის, თან ბრმავდება ეს განათება, არა მაგარია, ეკრობა და დასრულებულია. მისი სიცოცხლე იმ წამს, იმ ადგილიდან სრულდება. იგი ვეღარ მივა ახლობლებთან და ვეღარ იბზუილებს და ვეღარ თქვენ ფეხზე ვეღარ დაჯდება და ვეღარ ამოგწევთ სისხლს ქართულს. როგორც იცით, ჩემ ფანჩატურში მეყენა უხარისხო განათებები, მაგრამ ჩემი ცხოვრება შეიცვალა ლინუსმა პირდაპირ გერმანიიდან გამომიგზავნა მაღალვატიანი, მოკლედ ძალიან ბევრი ვეძებე რომ დაბალბორტიანი, აი ეს რომ დაბალი, იმიტომ რომ აქ ჭერში ადგილი არ არის რა, აქ მაგ ძალიან დაბალი სივრცე. და ვეძებდი მაღალ 6 ვატიან განათებებს, რომლებიც ფიზიკურად არ იყო დაბალბორტიანს. ხო და ლინუსში ვიპოვე, ეს არის თბილი ნათებით, მარტივად იდეაში ჭრით, საჭრელი მექანიზმით ამით იღებთ, ზუსტად იგივე ზომას ატოლებთ, ეგ არის. მაგრამ მე ხა პატარა მაქვს ამოჭრილი, ძალიან რთულია ამის ამოჭრა რა. აყენებთ დიმერს, რაც მოყვება, გადაუჭერთ, ამას შემალავთ პაპაჩემის პაპასთან. ამას ეს აწევთ და ეგ არის. პირველი ჩავსვთ, ხა მეორე. ესეთ პატარა კლემპები იყიდება. ერთის ვისაც გადაბმები და ჩალიჩები არ გევასებათ, შეგიძლიათ ეს მარტივად სკაფ შევიდა ერთი მხარე. ესე. არაბის ბრწყნა და სემიჭკობანას თამაში არ გიწევთ. მეორე მხარეს ავაერთებთ, ერთი სკაფ ლურჯი შევიდა და დავაერთეთ. დაყენდა. ამას რაც შეეხება, ეს არის მაგნიტური განათებები, ლინუსის, რომელიც ეგრევე წკაპიჯდება, აქ ხა აყენია ორი და აქ მინდა მაგალითად ერთიო ჩავსვა. ტექნოლოგია. ლინუსს კიდე აქვს წერტილური განათებები, წერტილოვანი განათებები, რომელიც ესე ტრიალდება, იმებს მე დავითრევ და ამრევს გრძელს დავაყენებ და აქ ჩაუსვავ, რომ მკვდარი წერტილები ამოვანათო, იმიტომ რომ მკვდრო განათება მინდა. რაც შეეხება გარე განათება, რომელიც ჩავსვით, ესეთ ლინუსის ფირმის ნათურებია, რომელიც არის ბიუჯეტური გარე განათებისთვის არის და ეს კაბელიც დიაში იმებიანი განათება, იგივე string light-ი რაც არის, რომელიც დაცულია რეზინებით და წყალი შიგნით არ ჩადის და სულ რომ დავეკიდო, არაფერი არ მოვა, ვერ დავეკიდე, იმიტომ რომ სამაგრი წერტილები ჩამოვარდა. მოკლედ, ლამაზი გამოვიდა. შეგიძლიათ ეს ყველა განათება შეიძინოთ host G-ზე ფასდაკლებით. რაც შეეხება იდეაში ეზოს განათებები არის ძალიან კაი, რომელზეც წინაზე რო გელაპარაკებოდი, დღამე ხა ბევრად კარგად ჩანს რა. პატარა ჩირაღ დნუკა, რომელიც მზეზე იტანება, კოღო მივიდა და კოღოს ჭირს აკეთებს, ანუ კოღოს კლავს. ეს არის პროსტა განათებები, კოღოს საკულელი, და მწერების საკულელი, ესეც იგივეა. ეს არის ცოტა ოდნავ ძვირიანი, მაგრამ თან ანათებს. ხო და საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოდის რა, რაღაც სივრცეში რო გაშლით, ყველა ერთნაირად რაღაც ანათებს, ბევრად ლამაზია თან ზევიდან ეს ლურჯიშხი. რაც შეეხება კაბელების გაჭიმვას, კაბელების გაჭიმა თქვენ არ გიწევთ, იმიტომ რომ მზის ბატარეები აქვს ზევიდან და ინტეგრირებული მზის ელემენტები აქვს და ინტეგრირებული დენის წყარო, რომელშიც იდეაში მიდის მზის ბატარეებით ენერგია ელემენტში, ინახავს და როგორც კი დაბნელდება, თვითონ ირთვება, რო გათენდება, გამოირთვება, დაიწყებს დატენას, ციკლი აქვს იდეალური, მოკლედ რომ დიდხანს იმუშაოს. მთელი ღამე ძლებს, დილით იწყებს უკვე დატენას. მე ხა ძალიან მომწონს, რომ გამოვილი რაღაცა ის აი ძველებური ვაიბი აქვს რა, ჰო, აქ ვარძია და ვარძია, შეიქმნა ვარძია. დაგემშვიდობებით, ყველა მოცემული ნებისმიერი ნივთი, რომელიც მოგეწონათ, მარტივად host G-ზე შედიხართ, ყიდულობთ, თუ გეზარებათ მისვლა, მარტივად 2 დღეში მოგაწვდიან სახში. სულ ეს იყო ბედნიერი საღამო, ეხა ყავა მოვადუღოთ, რამე სერიალს ჩაუჭდეთ.